ფერდობებს, სადაც მზის ოქროსფერი სხივები თამაშობდნენ. ეს იყო ის კუთხე, სადაც დრო თითქოს ნელდებოდა, სადაც ბებიის თბილი სახლი და მისი კეთილი ხელები სალომეს ბავშვობის უდარდელ სიმშვიდეს უბრუნებდა. მოსკოვის აურზაურის შემდეგ. აფენი სულის მშვიდი ნავსაყუდელი იყო. ყოველ წელს ივნისის ზაფხულის თბილ დღეებს სოფელ აფენის მიხვეულ გზა უჩვეულო სტუმარს ელოდა. ეს იყო სალომე გულიაშვილი მოსკოვიდან ჩამოსული გოგონა, რომლისთვისაც ბებიის სახლი იყო ერთ-ერთი თავშესაფარი დიდი სამყაროდან. სალომეს და აკაკის მზერა ერთმანეთს შეხვდა. ის იყო უხმო აღიარება, რომლის ახსნა სიტყვებით შეუძლებელი იყო. ამიტომ საჭირო იყო მოქმედება. სიყვარულის ამბავი დაიწყო, როგორც მე ვიცი, ერთ-ერთ ზაფხულს. როდესაც ადადეგებზე ჩამოხვედი. კი ბატონო, ადადეგებზე ჩამოვედი. აქ ტრადიცია ჰქონდათ, აქ რომ ყოველ 15 სექტემბერს შეკრებები ჰქონდათ, კეიფები ჰქონდათ და ეს მოსკოვში არ ხდება ასეთი რაღაცა და ერთ დღესაც დავრჩი ერთი ზაფხული ისე რომ 15 სექტემბერამდე მომიწი აქ ყოფნა და იქ ვნახე ასე ვთქვა და მე იმ დღესვე წავედი უკვე მე გაცნობა და რაღაცა ვერ მოვასწარი რა თქმა უნდა. იმ დღესვე წავედი და იქიდან უკვე შემთხვევით ვნახე, საიტი მაშინ ადნა კლასიკები იყო მაშინ და იქიდან იმასკენი რა. დავიცანი დიახ. შემდეგ ჩამოსვლაზე რა მოხდა? ჩვენ 5 წელია ვიყავით ერთად. იქ-თაკეთ წელიწადში 3 თუ ერთმანეთს ხედავდით და მე-6 წელს უკვე რომ დამისვა ასეთი კითხვა რომ შენი თუ ისწავლიო უფრო ყურადღებას ვეღარ მოგაქცევ, ეს უკვე უნივერსიტეტის ამბავია, იქ უფრო ყურადღებას ვერ მოგაქცევ და ანუ აირჩიეო რა ან აქეთ ყოფნა ან იქით და რა თქმა უნდა უკვე აქეთ მერჩივნა მე. როგორც მოგეხსენებათ უკვე მყავს 3 პატარა გოგო, 3 ანგელოზი. ერთი დადის მე-4 კლასში, მეორე დადის მე-2 კლასში. რავი, დედამთილი მეხმარება, ძირითადად დედამთილი მეხმარება. ცეკვებზე დადიან, ფანდურზეც დადიან. ეგ ისე კიდევ ერთხელ ვახსენებ, დედამთილი და ჩემი ოჯახი რომ არა, შეიძლება დღეს არ მემუშავა, მაგათ ინიციატივით უფრო გავედი ბაღში მე. პატარა კიდე ჩემთან ერთად დადის, თუმცა მაგაშიც მეხმარებიან. აქ კიდე სახში როცა მაგის დრო ვასწრებ. თუმცა სახშიც, გარეთაც, რაც შემიძლია ვაკეთებ. დიდი გოგო, უფროსი გოგო უკვე მეხმარება ნელა-ნელა. ჩემი უფროსი გოგო არის უფრო თავდაჯერებული, ასე ვთქვა და უფრო მშვიდი წყნარი. შუათანა მარიტა არის ძალიან პასუხისმგებლიანი გოგო, თუმცა ევაც მაგნაირია, მაგრამ უმეტესობად მარიტა უფრო მაგ მხრივ უფრო კარგია და შრომის მოყვარია მარიტა ძალიან. აი ეს კიდე ცელქი მყავს ძალიან ცელქია. სალი, შემოხვედი გოგლაშვილების ოჯახში და რამდენად შენმა დედამთილმა გითხრა, მისი დედამთილისგან თავისებური ტრადიცია აქვს. შენ რომელ ტრადიციას გააგრძელებდი შენი დედამთილისგან გადმოცემულს? ოჯახთან სტუმარი რომ მოდის, აი როგორც ახლა დღეს გითხრეს მამამთილმა თქვა სუფრების, ასე ვთქვათ, გაშლა, კეიფი და ისე გასტუმრება, სტუმრების და სტუმარ მოყვარე ადამიანი. შენ მშობლებზე რა სიტყობდი შორს რომ ხარ მათგან? მშობლებთან ძალიან რთულია, ანუ ადვილი არ არის, როცა ყოველ ზაფხულს კი ჩამოდიან დედაც, მამაც და დედაჩემი რო ჩამოდის, ძალიან მეხმარება ბავშვებთან, ასევე დედამთილსაც ეხმარება გამოდის, უფრო მეტი დრო აქვს თავის საქმისთვის იმასაც და მეც. მამაჩემიც ახლა წელიწადში 1-2 უკვე ახერხებს ჩამოსვლას, 30 წელი აქ არ ყოფილა და წელიწადში 2 ჩამოდის და ესეც ძალიან მეხმარება და უფრო იმედიანად ვარ, რომ აქ ვიცი რომ მამაჩემია. რაც გავიხსენებდი და ერთს უნდოდა რომ აქეთ წამოვსულიყავი, მეორეს არ უნდოდა რომ აქეთ არ წამოვსულიყავი და ორ შემთხვევაში მე აქეთ მერჩივნა.
კუბლაშვილების ოჯახი სოფელ აფენში ძლიერი და ცნობილი გვარია. განსაკუთრებით ფერმერული საქმიანობით არიან დაკავებული. სოფლად ფერმერობა ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალია და თუ ოჯახი ამ სფეროში გამორჩეულია, ეს მათ მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. ლაგოდეხის რაიონში სოფელი აფენი ვაზისა და ნაყოფიერი მიწის მხარეა. ის ადგილია, სადაც კუბლაშვილების გვარი საუკუნეების მანძილზე ფესვებს იდგამს. მათი ისტორია არა ოქროთი, არამედ მიწის სურნელით, ოფლითა და პატიოსანი შრომით დაიწერა. ყველაფერი კი 90 წლის დავით კუბლაშვილისგან იწყება. კაცი, რომელიც სოფლის ცოცხალი ისტორიას წარმოადგენს. მისი ხელები მიწასთან მუდმივი შეხებისგან დაღარული, ინახავს იმ ტრადიციული ფერმერების სიბრძნეს, რომელიც ჯერ კიდევ მისი დიდი პაპისგან მოიტანა ქარისხმა. დაბადებული ვარ 1935 წელს. დედამ ყვანდა. მამაც ცოტა ინვალიდი იყო და ჯარში არ იყო. ომის პერიოდში. ცხოვრობდით. როგორც იქნა. ეხმარებოდი რაც შემეძლო. სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობდი. მე-9 კლასში დავანებე თავი. მერე 46-დან 47-დან დავიწყე ჩემი ეხმარებოდი მშობლებს. რაღაც სკოლას თავი დავანებე, ხანტყეში დავდიოდი. იმის შემდეგ დავიწყე და მუშაობ კოლექტივში, ხელოსანი ვარ რაღაცა. სამი ბიჭი მყავს, ცხოვრობენ არავშავს. კარგად. მე რამდენი თაობას მოესწარით? მესამეა და მეოთხეც შეიძლება მალე მოვხდეს. ძალიან სიყვარულით ვატარებ ცხოვრებას. არავითარი ცუდი საქმე არ შეხვედრია. დავითი არასდროს თვლიდა მიწას უბრალო საქმედ. მისთვის ეს იყო აღთქმა, პატივისცემა, წინაპრების მიმართ და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. კუბლაშვილების ბიზნესის საფუძველი იყო არა მოგება, არამედ ხარისხი და კეთილსინდისიერება. ასწავლიდა თავის შვილებს და ახლა უკვე შვილიშვილებს, რომ ნამდვილი ფერმერი მოსავალს კი არ ყიდის, არამედ დობას. დავითის ვაჟმა, მამუკა კუბლაშვილმა, მამისეული ტრადიცია ახალ ეპოქაში გადმოიტანა. მან არ უარყო მიწის კანონები, არამედ შეაერთა 90 წლის გამოცდილება თანამედროვე ცოდნასთან. მამუკამ კუბლაშვილების ფერმა ძლიერ ოჯახის სინონიმად აქცია აფენში. ეს არ იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობა, ეს იყო საოჯახო კორპორაცია, რომელშიც აკაკი და ვალერი კუბლაშვილები გააერთიანა. 1990 წლიდან უკვე ჩვენმა უფროსმა დედამ და მამამ გადმოგცა სადავეები და ვაგრძელებთ მის მიერ ცხოვრებას. შემდეგ შევიძინეთ ხალბატონი ირა და ყოველწლიურად ვაფართოვებდით როგორც მებაღეობას, ასევე მევენახეობას. ვაწარმოებთ ხორბლის მმართველს, ვაწარმოებთ სიმინდის მმართველს სერიოზული რაოდენობით და საქართველოს მასშტაბით ზანეთ ზოგს გაჭირვებულებს ვეხმარებთ და ზოგს კიდევ ვყიდით. შემდეგ შეგვეძინა შვილები, 2 ბიჭი და ნელ-ნელა ჩვენი შვილებიც გავზარდეთ, დადიოდნენ ცეკვაზე, დადიოდნენ სიმღერაზე, ვავარჯიშებდით ტანკაზე. ჰქონდათ თავისუფალი დრო, თამაშობდნენ ფეხბურთს. 1986 წლიდან ჩვენ ძმე მუმლაძეებთან ერთად ჩავერთვეთ სპორტულ საქმიანობაში და ძიუდოზე ვარჯიშობდით, რომ ჩვენი მიზანი იყო, რომ უნდა გვემსახურა ერისთვის და ხალხისათვის. 1999 წლის 10 აპრილს ჩავუფრინდით თბილისის აეროპორტზე და დავიწყე ქართული ცხოვრება მეორე დღესავე და ჩავერთე შრომით საქმიანობაში.
რა თქმა უნდა, ვსწავლობდი იმ პერიოდში თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც 4 წლიანი იყო მაშინ. და პარალელურად სოფელმა ამირჩია ბრიგადირად და ჩემი პირველი სამსახური იყო სოფლის ბრიგადირობა. და სოფელი მოითხოვდა, რომ ისე იყო თუ ასე იყო, მამუკა კუბლაშვილი გაეგრძელებინა თავისი ლამაზი ცხოვრება, თავის სოფელთან ერთად. პარალელურად ძალიან მალე ჩვენი ცხოვრება უფრო განვითარდა და რამოდენიმე წლის მერე შევიძინეთ ჩემი მეუღლე ქალბატონი ირა. და შემდეგ რა თქმა უნდა, ქალბატონა ირამ ორი ლამაზი შვილი გაუზარდა როგორც ოჯახს და სოფელს, ასევე საქართველოს. შემოვედი, მიმიღეს თბილად, ტკბილად, ძალიან კარგად ვიყავით ურთიერთობით ჩემ მაზლებთან, მაზლის ცოლებთან, დედამთილ, მამამთილთან. მყავს ორი ბიჭი, გავზარდეთ შრომაში, სიყვარულში, სითბოში. დავით, შემდეგ მოვიყვანეთ რძალი, როგორც რძალი ისე არ მიმიღია, თორე იტყვის სალომე, როგორც ჩემი საკუთარი გოგო ისე მივიღე, დღემდე ისე ვართ კარგად. სულ ყველაფერი კარგი აქვს, დადებითი აქვს, სულ ყველაფერი ძალიან კარგი გოგოა, სულ არაფერი სამი გოგო გვაჩუქა, ერთმანეთზე ლამაზები. და ვზდით ერთად კარგად. დავით, გვაქვს ტკბილი ოჯახი და ბედნიერები ვართ. დავით, მეორე რძალსაც ვფიქრობთ, რომ ვეყოლება ისეთი, როგორიც ჩვენ ოჯახს შეფერის და გააგრძელებს ჩვენი ოჯახის ტრადიციებსაც, სიყვარულსაც და ურთიერთობებსაც. სალომეს მეუსურვებდი ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიყვარულს და გამრავლებას, ერის გამრავლებას. რამოდენიმე შვილი რაც ყველაზე ძალიან ჭირდება საქართველოს. ჩვენი ოჯახის ტრადიცია არის ქალბატონო, ამ ოჯახში შემოსული ყველა სტუმარი იქეიფებს ქართულად, ისიამოვნებს, ისიყვარულებს და გავაცილებთ ქართულად. საღამოდან დილამდე. ჩვენ ასე ვიცით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კუბლაშვილების დიდ ქართულ გვარს შემოუერთდა გულიაშვილების გვარი სალომეს რძლობით. მართალია, სალომეს ოჯახი წლებია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ქართული ტრადიციები, ენა და მამულის სიყვარული არასდროს დაუვიწყებიათ. არც ის მავიწყდება, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა და ფესვები აფენის მხარეო. გითხრა საუბარში ბატონმა ზაზა გულიაშვილმა. ძალიან მიყვარს ეს სოფელი აფენი. ჩვენი მაღაზია ფუნქციონირებს 12 წელია. ხარისხთან პროდუქცია ხალხში ნდობის მოპოვნა იყო. თავარი არ არის გაყიდვა, არამედ მომხმარებლის კომფორტის და ნდობის შექმნა. და ასევე მიიღონ ხალხმა კარგი მოსავალი. აქ იყიდება სხვადასხვა პროდუქცია, იმის მიხედვით, ვის რა ჭირდება და ვინ რას გამოიყენებს. ეხლა მინდა მე თქვენ გაჩვენოთ, სად ფართოვდებით და წამობზადი დაგათვალიერებინებთ. ეს არის ადგილი, სადაც იგივე მაღაზია შენდება და სადაც უფრო მეტი კომფორტი იქნება და უფრო მეტი ფართოება იქნება, ასევე იქნება მეტი და მეტი სხვადასხვა რაოდენობის და სხვადასხვა ჯიშის თესლების იმინდები, რაც საჭირო არის ხალხის მოსახლეობისთვის. ანუ ჩვენი თანამშრომლების ერთად ყოფნით ხარდაჭერა, ძალიან პატივისცემა და ერთმანეთის ნდობა გვაქვს და უფრო მეტი თავდაჯერებულები ვართ. ჩემი მეუღლე სალომე გულიაშვილი გვერდით ვიდგა 3 წლების მანძილზე და თავისი თბილისში აქვს ამ საქმეში. მას მან იცის უცხოენები, რომელიც გვეხმარება ჩვენი ბიზნესის განვითარებაში და უწყობს ჩვენი ბიზნესის წინსვლას ხელს. ასევე სალომე არის 3 შვილის დედა და მადლობას ვუხდი გვერდზე დგომისთვის და ესეთი ლამაზი საჩუქრისთვის, რასაც ჩემი შვილები გვქვია. წარმატებული ქალის რეცეპტი არის სხვადასხვა საიდუმლოებები აქვს, ასე ვთქვათ. თავის რწმენა უნდა ქონდეს და სხვადასხვა როლების დაბალანსება, ასე ვთქვათ. არ ეშინოდეს შეცდომების, მაგ შეცდომებს იგივე სწავლობ. ჩემ მაგალითს გეტყვით, რამდენჯერაც მე შეცდომა მომდის, ბევრჯერ დამიხევია უკან, მაგრამ ბევრჯერაც ძალა მოუცია აქ ყველაფერს ჩემთვის.
რავი, წარმატებული ქალის კიდე შვილები მაძლევენ ძალას, ძალიან დაჯერებულობას და ყველაფერს კარგს. ჩემი, ასე ვთქვათ, ოჯახის სამყურაში ვარ, როგორ ვარ, სამი შვილის დედა კიდევ ერთხელ როგორც მოგეხსენებათ და მყავს მეუღლე აკაკი კუბლაშვილი, გეცოდინებათ უკვე და ძალიან როგორ ვთქვა, ყველაფერს მისრულებს თითქმის ყველაფერს, რაც ამაკ კარგი და რაც შეიძლება მანამდე არ მქონია, ის ამაკ დღეს ეს სამი ბედნიერება მყავს და გვერდში მიდგას ყველანაირად სიახლეებს ვაპირებთ, როგორც ეხან გაჩვენეთ მაღაზიაში ახალი შენობა და ახალი განვითარება იქნება. ჩემი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთო და გაკეთდეს, გვერდში დგომა. და რა თქმა უნდა მე უდგავარ გვერდში ბავშვებთან ერთად, ასე ვთქვათ და რავი, რაც საჭირო იქნება ყველანაირად ვეცდები რომ ახლოს ვიყო და ძალა და თავდაჯერებულობა მივცე.